ნუნუ მენდეშმა ისაუბრა მის წარმოუდგენელ ევოლუციაზე. თავიდან დაცვაში დიდად ძლიერი არ ვიყავი. ვიცოდი, როგორ მეთამაშა სწრაფად თავდასხმაში. ლუის ენრიკემ ეს შენიშნა და ძალიან დამეხმარა დაცვაში, დღეს კი კარგად ვარ, ორივეს მხრივ. ვცდილობ შეტევები დავაბალანსო და საჭიროების შემთხვევაში ცოტა დავისვენო. მწვრთნელმა კარგი სამუშაო გაწია და არა მხოლოდ ჩემთვის. მრავალფეროვნება არის ის, რაც ლუის ენრიკემ მოგვიტანა და ის, რაც სამუდამოდ თან გვექნება, თუნდაც ის წავიდეს ან თუ ჩვენ წავალთ. ვიცი, რომ შემიძლია გაუმჯობესება, მაგრამ მან ბევრი რამ მომცა. ადრე ერთ-ერთზე დაცვაში ცოტა მიჭირდა. რადგან მხოლოდ შეტევაზე ვფიქრობდი. მაგრამ მან მითხრა, უკეთ უნდა დაიცვა თავი და შემდეგ მე მოგცემ თავისუფლებას შეტევისთვის. სეზონის პიკში პორტუგალიელი თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, მარჯვენა ფლანგზე მის თანაგუნდელ აშრაფ ჰაკიმისთან ერთად. ყოველთვის სასიამოვნოა ამის მოსმენა. აშრაფთან ერთად კარგ პერიოდს გავდივართ. ეს გუნდური ძალისხმევაა, თუ კარგად ვითამაშებთ, გუნდიც შეიცვლება. ვიცით, რომ ფეხბურთი ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ვცდილობთ, ყველა მატჩში კონცენტრირებულები ვიყოთ. კარგ მცველად მივიჩნევ თავს. მაგრამ არ მიყვარს იმის თქმა, რომ საუკეთესო ვარ. ეს მოედანზე უნდა ვაჩვენო და მე ყოველთვის ვცდილობ ამის გაკეთებას. ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ნაკლი მაქვს ან რომ რამეს არასწორად ვაკეთებ. ყოველთვის ვცდილობ საუკეთესო ფორმაში და მაღალ დონეზე ვიყო, რათა გუნდს დავეხმარო.